რაც ასეთი ლამაზი ცხვრის საღდგომო ცხვრის რეცეპტი გინდათ ხათოსგან, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. წელს წარმოვადგინე ესეთი პატარა ბეკეკო და დიდი ცხვარია, ესე მომინდა რომ გამეკეთებინა. გემრიელესი რეცეპტია. უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, აი ესეთი გამოგივათ, აი, ნახეთ. რა სილამაზეა. ჩემს საყვარელო გამომწერებო, დღეს უნდა მოგიმზადოთ დაპირებული საღდგომო ნამცხვარი ცხვარი. აი ესე თუ ორი ფორმა მაქვს, ერთი გამოვიწერეთ ემუდან და უნდა ვსინჯო როგორი გამოვა, პატარა ფორმა, მაგრამ საკმაოდ ლამაზია. მეორე ტრადიციული, აი რაც ყველგან იყიდება, ამაში უნდა გამოვაწყო და ვინაიდან ოდნავ გავზრდი რეცეპტს, ამიტომ ცხიმს ოდნავ მოვუმატებ. აქ არის 250 გრამი კარაქი. ეხლა კარაქს ჯერ კარგად ამოვიყვან, მერე შაქარს დავამატებ და ყველაფერს დეტალურად გაჩვენებ რას დავუმატებ. ხო და აუცილებლად ამაში დამეხმარება ნექსერის მიქსერი, რომელიც არის საუკეთესო და რომელიც იყიდება საუკეთესო ფასად ჯიჯიხაუში და თან არ დაგავწყოთ რომ აქვს 1 წლიანი გარანტია. აბა წავედით. ეხლა დავუმატებ აუცილებლად ვანილს, საოცარი ვანილია, რომელსაც ვყიდულობ თეოს სუნელებში. ეს არის მეველეს, აი ამდენი რომ დავუმატოთ საკმარისია. მეველეს 3 ნომერში და ყველას გირჩევთ სუნელების და მწონის ვანილის თეოსთან ყიდვას და ეხლა გავთქვიფავ და გავაორმაგებ კარაქის მასა. კარაქი ეხლა გავორმაგდა და ნელ-ნელა შევათქვებ 5 ცალ კვერცხს. ანუ კარაქი იყო 250 გრამი, ჭიქანახევარი იყო შაქარი. მოკლედ უნდა მივიღოთ ერთიანი მასა. ხო მიხდი? მანამდე უნდა ვთქვიფოთ. აუცილებლად შაქრის გემო რო იგრძნობოდეს, უნდა გავუკეთოთ მწიკვი მარილი და ეხლა დავუმატებ. მწიკვი მარილი დავუმატოთ და გავაგრძელებთ ქვეფას. გავორმაგდა მასა, შეერთდა ინგრედიენტები და დავუმატებ სადღაც 2-3 სუფრისკოს რძეს. მეტი ამას არ უნდა. აუცილებლად გავუკეთებ გამაფხვიერებელს. 1, ვისაც არ გაქვთ 1 სავსე ჩაის კოვზი სოდა გავუკეთეთ. ამას გავუკეთებ 2 ცალს და აუცილებლად გავუკეთებ. აქ არის ცედრა და რაც პასკას ჭირდება ყველა სუნელი. მე ხაჭოს პასკასაც რომ ვამზადებ, იგივე სუნელებს დავუმატებ. ეს არის ახალი ჩამოვქვილი თეოს სუნელები და ყველას გირჩევთ რომ მიდით ნავთუხის ბაზარში მეველეს 3 ნომერში. ოხ, ახლა რა სუნი დატრიალდება. მორჩა ამას მეტი არაფერი არ ჭირდება. აქ მაქვს 3 200 გრამიანი ჭიქა. აი ესეთი ჭიქები რო არის, მოლოტოვის ჭიქას რო ეძახით ხოლმე. თუ მე იმ ჭიქით, მოკლედ დავაცრი, გაცრილია უკვე წინასწარ თქვილი. 3 ჭიქას თუ მეტი წავიდა, ძალიან ესეთი თხელი არ უნდა იყოს ცომი, თორე გადაგვიტყდება. არც ქიშმიში არ უნდა გავუკეთოთ, არც ცუკატები, იმიტომ რომ გაგვიტყდება ცხვარი. ამიტომ აი ეს სუნელები რაც გავუკეთე საკმარისია. ეხლა რამდენი ფქვილი წავა, იმასაც გაჩვენებ და უკვე გამოვაცხობ. აგერ ფორმაში ჩავდებ. აუცილებლად ჯერ უნდა წაუსვათ ზეთი ან კარაქი, მერე ფქვილი უნდა მოვაყარო და ისე ჩავდეთ. უკვე გახურებული მაქვს ჩემი გამოსაცხობი იტიმატის აქ ბორჯომში იტიმატი მაგ და უკვე გავახურე და ვნახოთ აბა როგორი ცხვარი გამოგვივა. ზუსტად ავრწყე 3 200 გრამიანი ჭიქა წავიდა ფქვილის. აი ესეთი სქელი მოსქელო მასა უნდა გამოგივიდეთ და ეხლა ჩავასხავ და გაჩვენებთ ფორმაში და გამომცხვარსაც გაჩვენებთ და მორთულს რა თქმა უნდა. ცომი ჩავდე და აი კარგად ჯერ ცხიმი მერე ფქვილი მოვაყალე და ესე სველი ხელით კარგად გავასწორე, რომ ყველა ნაკვთი კარგად გამოჩდეს და ეხლა მეორე ფორმაში გადავიტან დანარჩენ მასას. გამოვიდა ხელით კარგად გავასწორე, 2 ასეთი ვარიანტი, ამას მგონი დაფარება არც დაჭირდება და ეხლა შევდგამ 200 გრადუსზე და ნახოთ რა გამოგვივა. მთავარია ამ ჩემმა გასქურამ არ მიმტყუნოს. ჩვენი გამომცხვარი ცხვარი, ნახეთ, 2 ცალი და მე რო გაგრილდება, უნდა აი ნახეთ კი გადმოდის, მაგრამ რო არ გაგიტყვეთ, უნდა გავაცივოთ ფორმაში და მე გადმოვიყვეთ და მორთულსაც გაჩვენებთ რა თქმა უნდა.